მკაცრი რეზოლუციის პროექტს რეჟიმის მსახურების ფართო წრის დასანქცირების მოთხოვნით ევროპარლამენტში დღეს უყურიან კენჭს. დოკუმენტი მოუწოდებს ევროპულ საბჭოსა და წევრ ქვეყნებს პერსონალური სანქციები დაუწესონ ბიძინა ივანიშვილის ქსელს, ელიტარულ გარემოცვას, კორუმპირებულ ფინანსურ ოპერატორებს, პროპაგანდისტებსა და რეპრესიული სახელმწიფო აპარატის ხელშემწყობებს. დასახელებულია ივანიშვილის ოჯახის წევრები, ასევე რეჟიმის ფინანსური მხარდამჭერი ბიზნესმენები. ნახსენებია ეროვნული ბანკის ხელმძღვანელი ნათია თურნავაც. ასევე ლაპარაკია რეჟიმის ღიად პროპაგანდისტულ მხარდამჭერებზე მედია გამოცემების მფლობელების ჩათვლით. და ამ შემთხვევაში დასახელებულია იმედის, პოსტევის, რუსთავიორისა თუ საზოგადოებრივი მაუწყებლის მფლობელები და ხელმძღვანელი პირები. სანქციები მოთხოვნილია ოფიციალური პირებისთვის, რომლებიც დემოკრატიული უკუსვლის, არჩევნების გაყალბების, ოპონენტებისა და აქტივისტების დევნისთვის არიან პასუხისმგებელი. მაგალითად, კობახიძე პაპუაშვილი, გომელაური, კალაძე ღარიბაშვილი. რეზოლუციის პროექტი ითხოვს სანქციებს მოსამართლეებზეც, მათ შორის საკონსტიტუციო სასამართლოს მოსამართლეებზე, რომლებიც პოლიტიკურად მოტივირებულ გადაწყვეტილებებს იღებენ, ასევე ძალოვანი უწყების წარმომადგენლებზე. პროექტში ლაპარაკია პოლიტპატიმრებზე, მათ შორის ბათუმელებისა და ნეტგაზეთის ხელმძღვანელის მზია ამაღლობელის პოლიტიკურ პატიმრობაზე, ასევე წერია მედიის წარმომადგენლებზე ფიზიკური თუ ფსიქოლოგიური ზეწოლის შესახებ. ფული მათ ყველაზე მეტად ტკივათ. შეიძლება ქონდეს დიპლომატიური დაგმობები, უვიზო გავუუქმეთ დიპლომატიური პასპორტების მქონე პირებს და ეს მნიშვნელოვანია დიპლომატიურად და სიმბოლურად, რომ ჩვენ არ მოგწონს რეჟიმი საქართველოში. თუ მართლა გვსურს მხარი დავუჭიროთ ქართველებს, რომლებიც ქუჩაში დგანან და მათ ბრძოლას დემოკრატიისთვის, მაშინ ჩვენ უნდა მივყვეთ ფულს და დავასანქციროთ დამნაშავეების ფინანსები. წევრმა სახელმწიფოებმა რეჟიმის წარმომადგენლებს ეროვნულ დონეზე უკვე დაუწესეს სანქციები. არ ფიქრობ, რომ საქართველოს დავკარგეთ, ამიტომ უნდა გავაგრძელოთ ბრძოლა. მე ამ ეტაპზე არ შევადარებდი სიტუაცია საქართველოში ბელარუსს. საბჭოთა კავშირის დაშლის შემდეგ ბელარუსს არ ჰქონდა დემოკრატიის მშენებლობის შანსი. იქ მაშინვე ლუკაშენკო მოვიდა და დაამყარა დიქტატურა. საქართველოს მოქალაქეებს კი ჰქონდა დემოკრატიის მშენებლობის შანსი და საშუალება 30 წლის განმავლობაში, რადგან გაქვთ ეს საძირკველი, საყრდენი, ესე იგი გაქვთ შანსი ისევ გააგრძელოთ დემოკრატიის მშენებლობა, მაგრამ რა თქმა უნდა გჭირდებათ ჩვენი საერთაშორისო პარტნიორების მხარდაჭერა. თუ საქართველოს ადარებ ბელარუსს, ესე იგი ამბობ, რომ ჩვენ არაფერი შეგვიძლია, დავკარგეთ საქართველო. მე არ ვფიქრობ, რომ ეს ასეა და გავაგრძელებთ ბრძოლას. არ მაქვს ილუზია, რომ რეჟიმი ქცევა შეცვლის. მათ ძალიან მკაფიო დაირჩიეს მხარე და ეს რუსეთია. თავი არ უნდა მოვიტყუოთ და ვთქვათ, რომ თითქოს ქართული ოცნების პირობებში საქართველოს ევროპული ინტეგრაცია იარსებებს და თუ ვინმე ასე ფიქრობს, ის თავს იტყუებს. ყველამ, ვინც ასე ფიქრობდა, უკვე დატოვა ქართული ოცნება ან პოზიციები საელჩოებში. ყველა, ვინც ამბობს, რომ სურს საქართველოს ევროპული ინტეგრაცია და რჩება პარტიაში, არის ოპორტუნისტი. ჩვენი აქტივობები, რეზოლუციები, მხარდამჭერი განცხადებები მიემართება ქართველ ხალხს, რომ ჩვენ მათ გვერდით ვართ. ბიძინა ივანიშვილმა რუსეთიდან გადმოიღო მართვის ვერტიკალური სტილი, ზემოდან ქვემოთ. შესაძლოა ვიღაცები ამ ეგრეთ წოდებულ მგლების ხროვაში ყოყმანობენ და ამიტომ ისინი უნდა ამოვიღოთ მიზანში. მათ საკუთარ ტყავზე უნდა იგრძნონ სანქციები. რეჟიმების ჩამოშლა შიგნიდან ხდება ხოლმე. ამერიკიდან სანქციების მოახლოებასთან ერთად ოლიგარქმა ივანიშვილმა დაიწყო საკუთარი ფინანსების, შვილზე და ნათესავებზე გადაფორმება. ასე ის შეეცადა საკუთარი სიმდიდრის დაცვას. სწორედ ამიტომ ჩვენ უნდა გავაფართოოთ სანქციები კანდიდატთა სია იმ პირებით, რომლებიც ივანიშვილის ახლო გარემოცვას წარმოადგენენ. ეს მხოლოდ დასაწყისია, ეს სია აერთიანებს მთავარ დამნაშავეებს ახლა. ეს რა თქმა უნდა არ ნიშნავს, რომ ევროკავშირი ან ამერიკა მის მიღმაც არ მოძებნის ინდივიდუალურ პირებს. ჩვენ რეზოლუციაშიც ჩავწერეთ, გვესმის, რომ 27 წევრში არის მინიმუმ 2 ლიდერი, რომლებმაც დააფიქსირეს, რომ ისინი ვეტოს დაადებენ ნებისმიერ სანქციას ქართული ოცნების წინააღმდეგ. ვიცით, რომ იქნება დაბრკოლებები ორბანის და ფიცოს მხრიდან. ამიტომ აქცენტი უნდა გაკეთდეს 25 წევრ სახელმწიფოზე და მათი მხრიდან ეროვნული სანქციების დაწესებაზე. ივანიშვილის რეჟიმი ახლა ავტორიტარულია, ნახეთ დრაკონული კანონები, დემოკრატიული პრინციპების გაუქმება, ზეწოლა სამოქალაქო საზოგადოებაზე, ნადირობა საჯარო მოხელეებზე. ეს ავტორიტარიზმია. თუ ეს გაგრძელდება, რეჟიმი გახდება ტოტალიტარული. შორს რომ არ გავიხედოთ, ევროპაში ჩვენ გვყავს ლუკაშენკო, რომელიც ანალოგიური პრინციპებით მართავს. ასევე რა თქმა უნდა რუსეთი.